რჩება პრინციპში უცვლელი, აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო ალკოჰოლის ბლოკადა, რომელიც შემოწმებას გულისხმობდა ალკოჰოლის და რაღაც ნივთიერებები ვითომ აღმოაჩინეს იმაში, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგებაო, მაგრამ რუსეთში მიდიოდა ეს ტვირთი და საერთოდ საქართველოსთან არც იყო შემხებლობაში და რუსეთშიც ევროკავშირის სტანდარტები არ არის. დღემდე ამოწმებენ. ანუ წარმოუდგენელი არის უბრალოდ, იმიტომ რომ გაჩერდა მთელი ინდუსტრია ალკოჰოლის წარმოება, რომელიც მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია რომელსაც. ჩვენები ამოწმებენ თუ რუსები? არა, საქართველოს ამოწმებს. საერთოდ რისთვის და რატო კიდე ცალკე საკითხი, ანუ მიზანი რა არის მაგ შემოწმებას? ანუ საქართველოში არ შეიძლება არა, საქართველოში ტრანზიტით მიდის რუსეთში. შესაბამისად, ეს გაჩერებულია უკვე რამდენიმე თვე და თავიდან სომხურ მხარეს ჰქონდა, ასე ვთქვათ, ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება ამის შეფასებაში. სომხეთში იყო მცდელობა საელჩოსთან კომუნიკაციის, საქართველოს საელჩოსთან, საელჩო კონტაქტზე არ გამოდიოდა, მერე მწარმოებლებმა იქ აქციები გამართეს საქართველოს საელჩოსთან, საელჩომ პასუხი არ გასცა, მერე სომხეთის ხელისუფლებას, ესე იგი ეკონომიკის მინისტრის მეშვეობით ცდილობდა შეხვედრის ორგანიზება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან და იყო დაგეგმილი უკვე ვიზიტი ეკონომიკის მინისტრის ერევანში და დელეგაციასთან ერთად. საქართველოს მხარემ ანუ გაუქმა ეს ვიზიტი, თქვა რომ არ გვცალია ამ ვიზიტისთვის და მაგას მოემატა მერე უკვე ბლოკადა ყვავილების და ეს ინდუსტრია ესეთია რომ მალევე ფუჭდება ტვირთი ალკოჰოლთან შედარებით, ამას მოემატა თევზეულის ბლოკადა, სადაც ასევე ტვირთი ფუჭდება, თამბაქოს ბლოკადა, ეს ყველაფერი სომხური ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საკმაოდ. თან საქართველოს გავლით ტრანზიტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, მეორე გზა არის ირანი და თურქეთთან და აზერბაიჯანთან ეხლა იხსნება საზღვრები რეალურად და არის მხოლოდ მოლაპარაკები. და ამას უკვე მოემატა, ეს ყველაფერი არის ექსპორტი სომხეთიდან. ამას მოემატა იმპორტი და ეს თუ სადახლოს გამშვებულზე ხდება, იმპორტი უკვე ლარსზე ხდება და ლარსიდან ბლოკავენ თხევადი გაზით, ესე იგი, მანქანებს, სატვირთოებს, რომლებიც ამარაგებენ სომხეთს თხევადი გაზით, სადაც ძირითადი ნაწილი სომხური მანქანების ან სომხეთში მანქანები რაც მოძრაობენ არის გაზზე სწორედ და არა ბენზინზე. შესაბამისად, ფასები უკვე 40%-ით გაიზარდა აი ამ შეზღუდვის გამო და კიდე ცალკე პრობლემა არის, რომ იკარგება ანუ ეს რესურსი, იმიტომ რომ გაზის წნევა როცა ვარდება, რეალურად ფუჭდება ასე ვთქვათ ეს პროდუქტი, რომელიც უნდა მიეწოდებოდეს. ამიტომ ჯამში ჩვენ გვაქვს ტოტალური ბევრი მიმართულებით ერთდროული ბლოკადა და ეს განცხადება არის ისეთივე ტყუილი, რა ტყუილსაც უყვება საქართველოს მოსახლეობას რუსული რეჟიმი და რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, ეს მკაფიოდ არის რუსეთის დავალებით რუსი ოლიგარქის ბლოკადა სომხეთის, რომელიც ევროპისკენ მიდის, რომელიც დღეს რუს ოლიგარქი დაკავებულია, რუსეთის აგენტებს ებრძვიან, რუსეთის გავლენის ყველა წარმომადგენელს ებრძვის ფაშიანის ხელისუფლება და ამ პირობებში თავარი ივანიშვილისთვის არის წნეხის გაზრდა და მე არ გამიკვირდება რომ ეს სამსახურებო რაღაც გაზდილი თვითნაკადის გამო შეიძლება იყოს ეს შეფერხება და მეტი არაფერი. სისტემურად თვეების განმავლობაში იზრდება ბლოკადის მაჩვენებლები და ეს არის გაზდილი თვითბურა. წარმოუდგენელი არის რა თქმა უნდა ეს. და შენ რას უკავშირებ? ამას უკავშირებს სწორედ იმას, რომ პარალელურად სომხეთი გადის რუსეთის გავლენიდან, ეკლესიის შიგნით ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, აგენტებს წლიან და დაშნაკ ცუცუნში აგენტებს ებრძვიან, ყოფილ ხელისუფლებაში სამველ კარაპეტიანი რუსი ოლიგარქი დააკავეს და მის სისტემას ახლა ენერგოსისტემა წაართვეს, ანუ რუსული მთელი ჰიბრიდული პროპაგანდა რაც კი არის, ყველაფერი დაშალეს პრაქტიკულად. და ამიტომ რუსეთს რესურსი აღარ რჩება, ერთი რესურსი იყო აზერბაიჯანის მეშვეობით, ამაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, ომის დაწყება, უბრალოდ შეიცვალა გეოპოლიტიკური კონტურები დღეს და აზერბაიჯანიც მომხრეა რომ რუსეთი გავიდეს რეგიონიდან და უმჯობესია რომ სომხეთთან შეთანხმდეს, ეს არის ძალიან კარგი და გახსოვთ რომ ჰიკმეთ ჰაჯიევის პოზიტიურ განცხადებაზე ვისაუბრია, ანუ პროცესები მიმდინარეობს, თუმცა აქ ჩვენ ხედავთ რომ ერთადერთი ინსტრუმენტი რაც რჩება ეხლა ბიძინა ივანიშვილს არის საქართველოს მეშვეობით და პუტინისთვის. საქართველოს მეშვეობით შეუქმნა სომხეთს პრობლემები, წნეხი შეიძლება საერთოდ ტოტალურ ბლოკადამდე მივიდნენ, ანუ წარმოუდგენელ რაღაცამდე საერთოდ, იმისთვის რომ როგორმე შეაჩენოს სომხეთის რუსეთისგან გათავისუფლება და დასავლეთისკენ წასვლა, მაგრამ მინდა მათ გავაფრთხილო მათ შორის რომ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ შეერთებული შტატების და ევროკავშირის დახმარებით სომხეთი ახლა თურქეთთან და აზერბაიჯანთან პროცესს აწარმოებს, რომ გაიხსნას იქ საზღვრები და არავითარ შემთხვევაში რუსი ოლიგარქის რეჟიმზე და მარიონეტებზე სომხეთი არ იყოს დამოკიდებული და მაგის გამო არ ჩაიშალოს საუკუნის პროცესის რუსეთის გავლენისგან გათავისუფლება. ნუ გასაგებია ხა ეს ამბავი თან სომხეთი დაიწყო ხო ვიზოზე პროცედურები ევროკავშირთან
ჩვენ კი შეიძლება შეგვიჩერონ ეს ვიზუალური მასალა, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბროთ, უნებრივია დღეს, თუმცა ამაზე მინდა კითხოს, პაშინიანმა ასევე თქვა, რომ სომხეთი მზად არის, რომ განიხილოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. თუმცა ამავე დროს შანხაის ორგანიზაციაში გაწევრიანდა. ეს ორი როგორ ეთანაბრება ერთმანეთს? შანხაის ორგანიზაციაში გაწევრიანება ხელს არ უშლის ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის სრულიად სხვა პლატფორმა, სადაც ჩინეთის გაზრდილი როლის ფარგლებში პრინციპული არის სომხეთისთვის ის, რომ გაწევრიანების პროცესში ხდება სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ის ექსტრატერიტორიული გზები, რაც ეგრეთ წოდებული ზანგეზურის კორიდორია, მაგის უკან რეალურად არამხოლოდ აზერბაიჯანის და თურქეთის ინტერესები დგას, ბევრჯერ გვისაუბრია რუსეთის და ჩინეთის ინტერესებიც იკვეთება. ამიტომ სომხეთისთვის ტაქტიკურად მნიშვნელოვანი არის, რომ ჩინეთთან ეს სწორედ ტერიტორიული მთლიანობის ფაქტორის გარანტირება მოხდეს და ეს საკითხი, ასე ვთქვათ, კონსტრუქციულად გავითარდეს, მაგრამ პირდაპირ ფაშინიანად თქვა, პირდაპირ სიტყვასიტყვით დიახ, სომხეთს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. შემიძლია სომხეთს თუ გაწევრიანდება ევროკავშირში, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებთან უნდა შეწყვიტოს ურთიერთობა, მაგრამ გასაგები არის, სად არის პრიორიტეტი, ვისთან არის სომხეთი და ვისთან თანამშრომლობს. მშვენიერი საქართველოს ჩვენ არავის არ ვთქვამს, რომ საქართველოს უნდა ვინმესთან ტრობდეს დასავლეთთან თანამშრომლობის სანაცვლოდ და დასავლეთში ინტეგრაციის. უბრალოდ მთელი არსი იმაშია, რომ ინტეგრაციის ვექტორი სათქვა.